დიახ, მოვისმინე. სიმართლე გითხრა, ინგა არ ვიცი, მე რა ზელაპარაკობს ბატონი შაიშმელაშვილი და ახლა რატომ გაუჩნდა სურვილი, რომ ესე თქვა, წელიწად ნახევარია გასული. მე პირადად რასაც ვუყურებდი ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე, ხედავდი როგორ აწამებდნენ, ასახიჩრებდნენ, ცემდნენ აქციის მონაწილეებს და ამას პირდაპირ ეთერში უყვებოდი მაყურებელს. შესაბამისად, გამიკვირდა თქო, რომ გითხრა, რაც შაიშმელაშვილმა ილაპარაკა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცოდით, რომ სამიზნე ვიყავით ძალოვანი უწყების თანამშრომლების და განსაკუთრებით ეს ჩვენთვის ცნობილი იყო პირველივე დღიდან, როგორც კი დაიწყო დარბევა, ერთ-ერთ პირველ გადაღებაზე, ჭიჭინაძის ქუჩაზე, ათობით ჟურნალისტთან ერთად ვიდექი და მაშინ, როგორც კი გამოჩნდნენ რობოკოპები, დაიწყეს სახელობით ძახილი ნანუკა ქაჯაიას და ქეთა ციცქიშვილს იძახდნენ, რომ ჩვენ აუცილებლად გაგვისწორდებოდნენ, გაგვაჩუმებდნენ კიტაის, ჩვენს კოლეგებსაც ესმოდათ ძალიან კარგად, უბრალოდ მაშინ ისეთი ვითარება იყო, იმდენ ადამიანს ასახიჩრებდნენ, ცემდნენ, იჭერდნენ, ეს ხო 1-2 შემთხვევა არ იყო, ასობით ადამიანს ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ ხდებოდა. ამაზე ლაპარაკი კი უხერხული იყო მაშინ. მესმის რომ უხერხულია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აი მაგალითად ირაკლი შაიშმელაშვილმა რაც თქვა, მერე თქვა ისიც, რომ ამ ბრძანების გაცემიდა, რომელიც რადიო სიხშირით გაიცემოდა შენზე და მარიამ გაფრინდაშვილზე, რომ თქვენ უნდა გაენეიტრალებინეთ, ნახევარ საათში მოხდა, რაც შეემთხვა მერე მარიამს, ხო ის კადრები ყველა სახსოვს ასტრაფოში მარიამი. და როგორ ხდებოდა, ანუ წამოვიდნენ შტურმზე და გიყვიროდნენ, რომ ნანუკა ქაჯაია ესე სახელობითა? მე ჭიჭინაძის ქუჩაზე რაც მოხდა, იმას მოგიყვები, თუმცა ეს ერთი შემთხვევა არ ყოფილა და ამაზეც ვისაუბროთ. მე ამდენი ხანი ამ თემაზე არ მისაუბრია, იმიტომ რომ არ ჩამითვლია საჭიროდ, რომ ამაზე გვესაუბრა, იმიტომ რომ იმდენ მძიმე ვითარება იყო იქ ადგილზე, ამაზე არც ფიქრობ. ჭიჭინაძის ქუჩაზე გამაგრებულები იყვნენ რობოკოპები, ვიდრე დაიწყებდნენ უკვე მოქალაქეების დარბევას, იდგნენ ფარები, შეიარაღებულები და ისმოდა ხმები, რომ ნანუკა ქაჯაია, ქეთა ციცქიშვილი, მე მგონი ქეთას მოყოლილიც აქვს ეს ამბავი და იქ ჩვენი კოლეგები იდგნენ და ისმოდათ, რომ აი ჩვენ გაგვაჩუმებდნენ, მოვიდოდნენ, ხმა არ უნდა ამოგვეღო, არ უნდა გველაპარაკა და ეს იყო პირველივე დღეს დარბევის. თუმცა ეს ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა. ძალიან ბევრი მუქარი შემცველი შეტყობინება მივიღე დარბევების პერიოდში და მარტო მე არა. ჩემი ოჯახის წევრები, აი ვითომ კეთილის მსურველები გვიგზავნიდნენ შეტყობინებას, რომ ჯობდა რომ ბევრი არ მელაპარაკა, ყველაფერი არ დამენახა, რომ ჩემი გვარი გადაცემული იქნებოდა და შემდეგი აუცილებლად მე ვიქნებოდი. ამას წერდნენ ჩემს დას, დედაჩემს, წერდნენ ესეთ შეტყობინებებს ვიღებდით ჩვენ და ეს იყო აი ვითომ თან გვიფრთხილდებოდნენ და წინასწარ გვაფრთხილებდნენ და ამის მიზანი ხო ყველამ ვიცით რაც არის. უნდათ რომ გავჩუმებულიყავით, შევშინებულიყავ, შიში მეგრძნო ალბათ და ვერ მომეხდინა რეაგირება ადეკვატორი. ხო ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ დროულად აჩვენო რა ხდება და პირველი მიზანი რაც იყო ჩვენი როგორც ჩემი და ნებისმიერი ჩემი კოლეგის დარწმუნებული ვარ, რაც ხდებოდა ვითარება, ზუსტად მიგვეტანა მაყურებლამდე და გარდა ამისა, ამ დღეს და აი ამ დარბევების პერიოდში მივხვდი, რამდენად დიდი ძალა გქონდა ჩვენ, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ჩვენ ვაშუქებდით და ამას უყვებოდით მაყურებლებს, უამრავი ადამიანი გადავარჩინეთ, რომ არ ეცემათ, როგორც კი ხედავდნენ ჩვენ მედიის წარმომადგენლებს, რომ მივდიოდით, წყვეტდნენ ხალხის ცემას, ბევრი დაჭერას გადავარჩინეთ. იყო ესეთი შემთხვევა, რომ ერთი ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც უნდა დაეჭირათ, ვუთხარი, რომ ჩემი ოპერატორია თქო და ამიტომ გაანებეს თავი და ის ჩემთან ერთად გამოვიდა ტერიტორიიდან. სამშვიდობო შეიძლება ასე ითქვას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოპერატორებს არ უსწორდებოდნენ გიორგი შეწირულს, როგორ შედგნენ ფეხებით, ყველამ კარგად ვნახეთ, თუმცა მაშინ გამიმართლა მე და ერთი მოქალაქის გადარჩენა ესე შევძელი. უბრალოდ იმდენად რთული იყო ისეთი ვითარება იყო, რომ ამაზე ჩვენ არ ვსაუბრობდით მაშინ, არასდროს არ გვილაპარაკი ამაზე ამ დარბევების პერიოდში, თუმცა მოულოდნელი არაფერი არ. არა, მესმის ხო, მაგრამ მესმის რომ არ გისაუბრია და არ გიყვარს ამაზე ლაპარაკი, მაგრამ აი წარმოვიდგინე, ახლა როდესაც შენ მუშაობ და ფიქრობ იმაზე, რომ აჩვენო ყველაფერი წარმოუდგენელი სისასტიკე და ამ დროს გესმის შენი სახელისა და გვარის სკანდირება და ამ დროს მოგვიანები წელიწად ნახევარი გავიდა თუ რამდენიც გავიდა უკვე ვეღარ ვითვლით, ვიგებთ რომ საგანგებო ბრძანება იყო გაცემული, რომ უნდა განეიტრალებულიყავი. აი ეს ყველაფერი რა თქმა უნდა იყო დიდი ტერორი მედიის წინააღმდეგ და ჟურნალისტების წინააღმდეგ. ეხა წინა სტუმარს ელისოს რაზეც ვესაუბრებოდი, იმ კადრებშიც ხარ შენ გურამ როგავაზე თავდასხმის კადრებში, ყველას აქვს ნანახი ეს კადრები. ნანუკა, ანუ უსაფრთხო
უსაფრთხო როგორ არის, უმძიმესია იქ მუშაობა, მაგრამ გარანტია იმისი, რომ თქვენ იყავით თქვენ არ იქნებოდით პირდაპირ სამიზნეები, არ გქონდათ, ხო? ანუ იცოდით, რომ ვიღაცას მაგალითად ალექსი თირქიას თვალში რომ გაარტყეს ის გაზის კაფსულა, ასევე შეიძლებოდა შენ ყოფილიყავი ან ნებისმიერი სხვა. იქ მყოფი ადამიანი შეიძლება ყოფილიყო. ერთი ისტორია, რომელიც მე არ მომიყოლია არასდროს, ჩემთვის ძალიან ახლო ადამიანებმა იციან, ყველაზე კრიტიკული მომენტი, როდესაც დგებოდა დარბევების დროს, ყოველთვის ერთი ძალოვანი უწყების თანამშრომელი ჩდებოდა მიმდებარედ ჩემთან და პირველად, როდესაც ის მე ვნახე ჩემს სიახლოვეს, მაშინ ამოვიცანი ვინ იყო და მითხრა, რომ საფრთხის ქვეშ ხარო და ეხლა მე შენთან ერთად ვქნებიო. შემდეგ ეს ერთხელ არ მოხდა. რამდენჯერმე მოხდა, რომ დავინახე, რომ ჩემს ირგვლივ იყო ერთი ადამიანი, რომელიც იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. ოღონ ყოველ ჯერზე, როცა ეს მეორდებოდა, არ ვიცი ზუსტად იგივე ადამიანი იყო თუ არა, თუმცა ერთხელ ნამდვილად ჰქონდა, მასაც ჰქონდა ეს ინფორმაცია, რომ რაღაც საფრთხის წინაშე შეიძლება ყოფილიყავი. ეხლა მე მართლა არ ვიცი ამ დრომდე ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო, რომ იმ წუთას იქ ყოფილიყო თუ მასაც ჰქონდა რამე ინფორმაცია, რომ კონკრეტულ ჟურნალისტებზე შეიძლება თავდასხმა. ან უბრალოდ ეგეც ტერორი ერთგვარი ფსიქოლოგიური, რომ შენ ვერ იმუშაო. აი მე შენ წინ გიდგები, იმიტომ რომ შენ საფრთხეში ხარ და ამ დროს შეიძლება რომ არ იყო ნანუკა ქაჯაია, რომ არ იყო მარიამ გაფრინდაშვილი ან გურამი ან ნებისმიერი სხვა ჩვენი კოლეგა, ვინც ესე საოცრად იმუშავეთ და მუშაობთ ყოველთვის მსგავს დღეებში, შეიძლება შიში გაგიჩნდეს და ხო, რაღაცებზე უკან დაიხიო, რაღაცის ჩვენებაზე უკან დაიხიო. რეალურად ჟურნალისტები ხომ ყველგან ხელშეუხებლები არიან ომშიც კი თუ კამერა, მიკროფონი, ბეიჯი გაქვს, მართლა ხელშეუხებელი ხარ. თუ ეხა რუსეთზე არ ვსაუბრობთ, რუსები პირდაპირ ჟურნალისტებს კლავენ, ხო? თუმცა ჩვენ შემთხვევაში იყო ისეთი მოვლენების მონაწილეები ვიყავით, რომ როდესაც კამერა და მიკროფონი გეკავა ხელში, მაშინ უფრო საფრთხის შემცველი იყო, ნუ გურამი ნათელი მაგალითი ამ ყველაფრის და პირდაპირ ნახევრის შემდეგ ვითომ გახსნილი საქმე ხო, აი ამაზე რა სიტყვი ეს გახსნილ საქმეზე, როგორც თვითმხილველი ჟურნალისტი, რომელიც იქ იყავი. წელიწად ნახევარი რომ დაჭირდათ გურამ როგავა საქმის გახსნის, ეს ყველაფერს ამბობს, რომ საერთოდ არ იყო მათი ნება იმის, რომ გამოვლენილიყო, ვინ დაესხა თავს გურამ როგავას და თან ახლა ძალიან საინტერესოა, როგორ ჩანს ნიღბიანი ადამიანი ამოიცნეს, ხომ? და დაადგინეს. ძალიან ბევრი ადამიანია დაზარალებული და დაშავებული. მარტო გურამ როგავა ხომ არ იყო 64 ადამიანი, ცოტა მეტი მგონია. 167 წერია, აი პასუხად გაგზავნილი. 64 იყო, ვინც განსაკუთრებული სიმძიმით იყო დაზარალებული და ჩვენ ვნახეთ დასისხლიანებული ადამიანები საავადმყოფოში იწვნენ და რა ვიცი, ესე გამოდის, რომ ყველა საქმის გახსნა შეუძლია თუ ნიღბიანები ამოიცნეს. მაშინ ვნახოთ, რას გააკეთებენ. ძალიან საინტერესოა, რას იცნობ. კი ბატონო, მადლობა ნანუკა, მოკლედ მოულოდნელი არ აღმოჩნდა შენ. ხო, იმიტომ რომ წინასწარ ვიცოდით, რომ იქ როდესაც მუშაობდით ადგილზე, მუდმივად ვხედავდით, რომ ჩვენ ვიყავით სამიზნეები, ვგრძნობდით, აი გესმოდა შეძახილები, რომელიც ისმოდა სპეცრაზმელების ძალოვნების მხრიდან ჩვენი მისამართით, რომ აი ქაჯაია, შენ გაგაჩუმებთ და რა ვიცი. მე მგონი არავინ არ არის შეშინებული. ვერ გაგაჩუმეს.